ტრამპი და ისრაელი შურს იძიებენ მას შემდეგ, რაც გაანადგურეს სტრუქტურის ნაწილი, რომელიც დაკავშირებულია მსოფლიოში ყველაზე დიდ გაზის რეზერვთან. ოპერაციაში, რომელიც ირანის რეჟიმს ყველაზე მტკივნეულ ადგილას ურთქავს. მათზე დათმართულია. ჩვენ დავარტყით კომერციის ობიექტებს, მეცნიერებს და ცენტრიფუგების ქარხნებს. ჩვენ მოვიშორეთ ეს საფრთხე, მაგრამ ეს ისეთია, თითქოს სხეულიდან კიბოს აშორებ. ეს არ ნიშნავს, რომ მეტასტაზები არ შეიძლება დაბრუნდე, მაგრამ ერთ რამეს ნიშნავს. თუ მას არ მოიშორებ, მოკვდები. არსებული ინფორმაციით, ბუშეს პროვინციაში მდებარე ასლაუია კვლავ სამხედრო ზეწოლის ცენტრში აღმოჩნდა. რეგიონში მდებარეობს პარსის სპეციალური ენერგეტიკული ეკონომიკური ზონა და ობიექტები, რომლებიც დაკავშირებულია საუთ პარსის საბადოსთან. ეს არის ბუნებრივი აირის გიგანტური საბადო, რომელიც ყატართან ერთად გამოიყენება და ირანის ეკონომიკისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ტრამპმა მკაცრად უპასუხა. ისრაელმა შეინარჩუნა ხისტი პოზიცია, ხოლო ნეთანიაჰუ პირდაპირ განაცხადა, რომ ირანზე თავდასხმა იგივეა, რაც სხეულიდან კიბოს მოცილება. პოლიტიკური გზავნილი მძიმეა, არავინ აწარმოებს მოლაპარაკებებს რეჟიმთან, რომელიც ენერგიას, რაკეტებს, ზღვას და მილიციას ზეწოლის იარაღად იყენებს. სანამ ირანი მართავს დაკრძალვას, აჩვენებს ბრბოებს და ცდილობს კონტროლის დემონსტრირებას. მისი სტრატეგიული ობიექტები კვლავ დაუცველია. რას დაარტყა ტრამპმა? რატომ იყო ასე მტკივნეული საუთ პარსი? ყველაფერს ახლავე გეტყვი. თუ ასეთი პირდაპირი და გულწრფელი კონტენტი მოგწონს, გამოიწერე არხი, რადგან აქ ყოველდღე ასეთ ვიდეოებს ნახავ. შეერთებულმა შტატებმა კვლავ შეუტია ირანს, მას შემდეგ რაც ჰორმუზის სრუტეში კომერციულ გემებზე ახალი თავდასხმები განხორციელდა. შეერთებული შტატების ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ მათი ბოლო იერიშები მიმართული იყო ირანის სამხედრო ობიექტებზე, მათ შორის იმ საშუალებებზე, რომელსაც ირანის რევოლუციური გვარდია იყენებს გემებზე ზეწოლისა და საზღვაო მარშრუტების კონტროლის მცდელობისთვის. აქ ჩნდება ასლაუია როგორც სენსიტიური წერტილი. ქალაქი ბუშერის პროვინციაში მდებარეობს და ახლოსაა ირანის ენერგეტიკულ გულთან. საუთ პარსი მხოლოდ გაზის საბადო არ არის, ეს არის რეჟიმის ეკონომიკური საკრდენის ვეტი. იქიდან მოდის შემოსავლები ნედლეული პეტროქიმიური ქარხნებისთვის, ენერგია შიდა ბაზრისთვის და ძალა, რომ სახელმწიფო მანქანა მუშაობდეს. ისრაელმა უკვე დაარტყა სტრუქტურებს, რომლებიც დაკავშირებულია საუთ პარსთან და ასლუიას ჰაბთან, რითაც დაიწყო ეკონომიკური ომის უფრო მკაცრი ფაზა თეირანის წინააღმდეგ. ფაქტობრივად გზავნილი იყო ის, რომ რეჟიმს არ შეეძლო დაესხას გემებს, ბაზებს და დასავლეთის მოკავშირეებს თავად სახლში ფასის გადახდის რომ, თას გადახდის გარეშე. ეხლა, ახალი ცნობებით ბუშერისა და ასლუიას შესახებ ზეწოლა კიდევ უფრო მძიმდება. ირანი ცდილობს ზღვაზე კონტროლის დამყარებას, მაგრამ ხედავს, რომ მისი ენერგიის წყარო სამიზნედ იქცა. ნეთანიაჰუმ ეს ლოგიკა სასტიკად წარმოაჩინა, როდესაც ირანზე თავდასხმა კიბოს მოცილებას შეადარა. ეს ფრაზა დიპლომატიური განცხადება არ ყოფილა. ეს ომის ლოგიკით გაკეთებული შეფასება იყო. მისთვის ირანის რეჟიმი მხოლოდ შორეული მოწინააღმდეგე კი არ არის, არამედ საფრთხეა, რომელიც უნდა ამოიძირკოს, სანამ ის ისრაელზე, შეერთებულ შტატებსა და მათ მოკავშირეებზე გადმოიჭრება. ეს ხედვა პირდაპირ ეხმიანება ტრამპის პოზიციას, რომელიც ირანის ესკალაციას უფრო დიდი პასუხის მომთხოვნ პროვოკაციად აღიქვამს. ტრამპმაც გაამკაცრა ტონი, როცა თქვა, რომ ეს თავდასხმები ირანის მიერ გემებზე განხორციელებული შეტევის გამო შურისძიება იქნებოდა. საერთაშორისო მედიაში გამოქვეყნებული ცნობების მიხედვით, მან განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ირანს ყოველ ახალ აგრესიაზე ორჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს. ეს განცხადება ასახავს თეთრი სახლის ლოგიკას. ირანის რეჟიმი ვერ გამოცდის ამერიკის მოთმინებას ჰორმუზში და მხოლოდ დიპლომატიურ განცხადებას ვერ დაელოდება. ირანმა პასუხა სცადა ძალის ჩვენება სპარსეთის ყურეში. სარაკეტო და დრონებით თავდასხმები განხორციელდა ამერიკასთან დაკავშირებულ ობიექტებზე, ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ქუვეითი, ბარეინი და კატარი. ქუვეითში საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ჩაჭრეს ბალისტიკური რაკეტები, ფრთოსანი რაკეტები და დროტები და დრონები, ხოლო ნამსხვრევებმა მატერიალური ზიანი მიაყენა და ერთი ადამიანი დააზიანა, რომლის მდგომარეობაც სტაბილურია. ირანის პასუხმა აჩვენა მასშტაბი, მაგრამ ასევე გამოავლინა რისკი, რომ თეირანი სხვა ქვეყნებსაც ჩაათრევს კრიზისში, რომელიც თავადვე დაიწყო სრუტის კონტროლის მცდელობით. რევოლუციურმა გვარდიამ დაიწყო ნარატივის გავრცელება, რომ ჰორმუზის სრუტეს აკონტროლებს. რეჟიმი ამტკიცებს, რომ საზღვაო მოძრაობა კვლავ გაიზარდა და რომ ნებისმიერი გარეჩარევა გამანადგურებელ პასუხს მიიღებს. თუმცა სანავიგაციო მონაცემები და ბაზრის ანგარიშები სხვა რეალობას აჩვენებს. მოძრაობა კვლავ არასტაბილურია. სადაზღვეო კომპანიები რისკს ზრდიან, კომპანიები უკან იხევენ და გემები ცდილობენ არ გახდნენ სამიზნე. ირანი ამას კონტროლს უწოდებს. ფაქტობრივად ეს შანტაჟია მარშრუტზე, რომელიც რეჟიმს არ ეკუთვნის.
ომანი ამ დაპირისპირების შუაგულშია, რადგან მას სტრატეგიული მდებარეობა და ნეიტრალიტეტის რეპუტაცია აქვს. მაგრამ ქათი ცდილობს ყველას ესაუბროს ისე, რომ არავისთან არ გაწყვიტოს ურთიერთობა. ირანს ომანი სჭირდება, რათა ჰორმუზზე კონტროლს დიპლომატიური სახე მისცეს. შეერთებულ შტატებს ომანი სჭირდებათ, რათა უზრუნველყონ თავისუფალი გადაადგილება და არ მისცენ თეირანს საშუალება საერთაშორისო ნავიგაცია შემოსავლის წყაროდ აქციოს. ეს დახვეწილი დიპლომატია, მაგრამ სავსეა დაძაბულობით. ამასობაში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვა მაშადში დიდ შიდა პოლიტიკურ ღონისძიებად იქცა. რეჟიმმა ხალხი ქუჩებში გამოიყვანა, გლოვა გამოავლინა, რელიგიური სიმბოლოები გამოიყენა და ცერემონიის საჰაერო სივრცის დასაცავად გამანადგურებლები განათავსა. თეირანი ცდილობს ერთიანობის სურათი შექმნას, მაგრამ კონტექსტი სხვა რამეს აჩვენებს. ქვეყანა თავის ყოფილ ლიდერს მარხავს, მაშინ როცა მისი ბაზები, მარშრუტები, ხიდები, სამხედრო სტრუქტურები და ეკონომიკური ობიექტები კვლავ სამიზნეშია. ნეთანიაჰუ ასევე ცდილობს გააფართოოს თავისი ალიანსები. ინდოეთზე საუბრისას მან ნათლად აღნიშნა, რომ ისრაელი ეძებს ახალ პარტნიორებს და ახალ სტრატეგიულ ურთიერთობებს. სოფლიო არენაზე ახალი ალიანსების შექმნა, ურთიერთობების განვითარება, ახალი კავშირები, მაგალითად, როგორც ახლა ვაკეთებ ინდოეთთან. კარგი, და სწორედ ამიტომ მჯერა, რომ ეს აბსოლუტურად აუცილებელია ისრაელის პრემიერ-მინისტრობისთვის. მაგრამ მე არ ვარ ის, ვინც ამას წვეთს. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ირანთან ომი მხოლოდ სამხედრო არ არის. ისრაელი იცის, რომ უნდა გააფართოოს თავისი მხარდამჭერთა ქსელი, რათა დაუპირისპირდეს რეჟიმს, რომელიც მოქმედებს მოკავშირეებთან, მილიციებთან და რეგიონულ ზეწოლასთან ერთად. ინდოეთი ამ თამაშში ერთვება როგორც ენერგიით, საზღვაო უსაფრთხოებითა და ტექნოლოგიით დაინტერესებული ძალა. ისრაელისთვის ახალი დელისთან ურთიერთობის გაღრმავება ნიშნავს კიდევ ერთი გავლენის ფრონტის გახსნას ირანის ღერძის წინააღმდეგ. ტრამპისთვის უფრო დიდი მოკავშირეთა ქსელი ეხმარება თეირანის იზოლირებაში და რეჟიმის მანევრის სივრცის შემცირებაში. ომი ასევე აჩვენებს მის ადამიანურ ფასს ღაზაში. მოჰამედ ალ-ვახიდი, რომელიც დაკავშირებული იყო ეგვიპტურ კომიტეტთან, რომელიც ჰუმანიტარულ დახმარებას უწევდა, დაიღუპა ისრაელის თავდასხმაში საბრას უბანში, ღაზის ქალაქში. ცოტა ხნით ადრე, ვიდრე ეგვიპტესა და არგენტინას შორის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩი საჯარო ჩვენება გაიმართებოდა. რამდენიმე საათის განმავლობაში ასობით ადამიანი ღაზაში შეიკრიბა, რათა ჩვეულებრივი რამ გაეკეთებინათ ეგვიპტისა და არგენტინის მატჩისთვის მსოფლიო ჩემპიონატზე ეღურებინათ. მაგრამ ადამიანი, რომელმაც ეს შესაძლებელი გახადა, მატჩის დაწყებამ და ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად მოკლეს. მუჰამედ ალ-ვახიდიმ დიდი ეკრანების მოწყობაში დაეხმარა, სადაც ღაზაში ოჯახებს შეეძლოთ ერთად შეკრებილიყვნენ და ეგვიპტის თამაშებისთვის მსოფლიო ჩემპიონატზე ეღურებინათ. სხვა ადამიანებიც დაიღუპნენ ამ თავდასხმაში. ისრაელმა განაცხადა, რომ სამიზნე ჰამასის მებრძოლი იყო და ალ-ვახიდი მიზანი არ ყოფილა, მაგრამ ამ შემთხვევამ ტკივილი, აღშფოთება და ზეწოლა გამოიწვია ნეთანიაჰუზე დიდი ომის ფონზე. ეს შემთხვევა ღაზაში არ ცვლის ირანის წინააღმდეგ ოპერაციის მთავარ თეზას, მაგრამ ზრდის პოლიტიკურ წნეხს ისრაელზე. მოწინააღმდეგეები ამას იყენებენ, რათა დაასუსტონ ისრაელის ნარატივი და ყურადღება გადაიტანონ მთავარი საკითხიდან. ირანის რეჟიმი აგრძელებს რეგიონული კონფლიქტების გამოყენებას როგორც ფარს, ვალუტას და ყურადღების გადატანის საშუალებას. სხვაობა ისაა, რომ ახლა ტრამპი და ისრაელი ცდილობენ არ მისცენ თეირანს შესაძლებლობა თვითონ აირჩიოს დაპირისპირების არენა. ამ ყველაფერთან ერთად კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ის, რომ თქვენ არ ხართ, თქვენ ნამდვილად არ ხართ ავსტრია F-35-ით. თქვენ რა არ ხართ? თქვენ არ ხართ ავსტრია F-35-ით. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ თქვენ არ ხართ იქ ევროპაში იმ პრობლემებით, რასაც ისინი აწყდებიან. მაგრამ თქვენ ხართ უძველესი ხალხის ქვეყანა, რომელმაც დაბრუნდა და თავის ისტორიულ მიწაზე ხელახლა ააშენა სახელმწიფო და თქვენ კვლავაც განაგზოთ საფრთხის ქვეშ ყოფნას. ჰამასისა და დიდი უსაფრთხოების გამოწვევების გამო. ირანი საუბრობს შურის ძიებაზე, დაკრძალვაზე და წინააღმდეგობაზე. ვაშინგტონი საუბრობს გეზგემებზე, თავდასხმებზე. ისრაელი საუბრობს ეგზისტენციალურ საფრთხეზე. ბაზარი საუბრობს ენერგიის რისკზე. სპარსეთეთის ხურის ქვეყნები საუბრობენ თავიანთ ცაზე გამავალ რაკეტებზე. ომანი საუბრობს მედიაციაზე. და საუთ ფარსი ყველაფრის შუაგულში ჩნდება როგორც ირანის ეკონომიკის გახსნილი ნერვი. რეჟიმს სურდა ჰორმუზი თავისი ოქროსი იარაღად ექცია. ტრამპმა და ისრაელმა უპასუხეს მიზანში ამოღებით, სტრუქტურა, რომელიც ამ შანტაჟს კვებავს. და როდესაც მსოფლიოში ყველაზე დიდი გაზის მარაგი ომის ცენტრში ხვდება, დაპირისპირება აღარ არის მხოლოდ ტერიტორიის შესახებ, არამედ იმაზე, ვის ექნება ძალა, აკონტროლოს ენერგია, ნავიგაცია და შიში ახლო აღმოსავლეთში. დიდი მადლობა, რომ ეს ვიდეო ბოლომდე ნახეთ. ხარი დაუჭირეთ ჩვენს პროექტს და ფინანსურად შეიტანეთ წვლილი იმ ფიქსის გასაღების საშუალებით, რომელიც თქვენს ეკრანზე ჩანს.
ჩვენ ვართ დამოუკიდებელი არხი, რომელიც მიზნად ისახავს თქვენთვის სიმართლის მიწოდებას. თქვენი წვლილი გვეხმარება, რომ საქმიანობა გავაგრძელოთ.